ერთბაშად ყველაზე მოულოდნელი, საინტერესო და კრიტიკის საგანი გახდა მარკო რუბიოს გამოსვლის სწორედ ეს მონაკვეთი, როდესაც მან ხაზი გაუსვა იმპერიული ეპოქის ნოსტალგიას, რომ მაგალითად მე-18-მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნის დასაწყისში დასავლური იმპერიები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, რომ ისინი იყვნენ ცალსახა დომინანტები გლობალური მასშტაბით და მათ შეეძლოთ პოლიტიკური ლიდერობა გაეწიათ საერთაშორისო სისტემაში და რეალურად მან გამოხატა სინანული იმის შესახებ, რომ ეს სტატუს კვო დღეს აღარ არსებობს და ერთ-ერთი გარდამტეხი მოვლენა აი ამ უწყვეტი გაფართოებისა, განვითარებისა დასავლური ცივილიზაციის გახდა მეორე მსოფლიო ომის დასასრული, როდესაც დასავლური ცივილიზაცია პირველად შეეჩახა სისტემურ წინააღმდეგობას და მან ახსენა ეგრეთ წოდებული უღმერთო კომუნისტები, აქ სავარაუდოდ მოიაზრებოდა საბჭოთა კავშირი და კომუნისტური ჩინეთი და რომ ამ ბლოკმა მოახდინა იმ იმპერიული რესურსების დასუსტება და შემცირება, რომელიც მათ გააჩნდათ მე-19 საუკუნეში. მთავარი კრიტიკის საგანი აქ მიემართება იმას, რომ იმპერიული ეპოქა ხასიათდებოდა გლობალურ დონეზე ტოტალური უთანასწორობით, როდესაც იმპერიული ძალები იდგნენ მასობრივ და სისტემურ ჩაგვრასა და ექსპლუატაციაზე და ამით ინარჩუნებდნენ ისინი საკუთარ პრივილეგირებულ სტატუს-კვოს და ასევე მეორე კრიტიკა მიემართება იმას, რომ მარკო რუბიო აქ მოუწოდებს საკუთარ ევროპელ კოლეგებს, რომ ყოფილი ევროპული იმპერიები არ უნდა გამოხატავდნენ სინანულს საკუთარი წარსულისა და ქმედებების მიმართ, რომლებიც მათ ჩაიდინეს მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნის დასაწყისში, აქ იგულისხმებოდა მაგალითად აფრიკული და აზიური ეთნოწმენდები თუ გენოციდები, რაც ასევე გახდა როგორც ვახსენე, გაკვირვების, გაბრაზების და ესეთი საზოგადოებრივი კრიტიკის საგანი. კრიტიკის მესამე ხაზი მიემართება იმას, რომ მარკო რუბიომ ევროპელებს მოუწოდა, რომ აღადგინონ ეს ისტორიული სტატუს-კვო, არ შეცვლეთ საკუთარი ისტორიის და ისტორიაში ჩადენილი ქმედებების, რომლებშიც მოიაზრება ძალისმიერი ჩაგვრა და ექსპლუატაცია მესამე სამყაროს ქვეყნებისა და რითაც აირიბად მიანიშნა, რომ სამომავლოდ მსგავსი ტიპის საგარეო პოლიტიკები მისაღები იქნება შეერთებული შტატებისთვის და ევროპელებს მოუწოდა, რომ აი მსგავსი ტიპის საგარეო პოლიტიკებში შეუერთდნენ შეერთებულ შტატებს.